გამარჯობა, როგორ ზარდები? ნერო. კარგად მადლობა. ჩემ ფორტ კინოსმენს და იუთუბერს. და აქ დავასრულებ ვიდეოს. და ანუ ამ ფილმში გამარჯობა. დღეს განვიხილავთ ლუკა გვადანინოს Queers, რომლის ტრეილერიც რამდენიმე ვიდეოს წინ, რამდენიმე კვირის წინ ჩავწერეთ და აქ ამოხდება ეხლა საქმე. აქეთ არ ვიცი ვერ ვარკვევია. ამოხდება. ორი სიტყვით რამე ვთქვათ, თამაშობენ დენიელ კრეიგი, ჩვენი ბონდი და დრიუ სტარკი, ახალგაზრდა მსახიობი. ამ რეჟისორთან დაკავშირებით რომ სიმპათიებით ორ განწყობილიც მაშინაც ვახსენეთ, მაგრამ კიდევ განმეორდეთ, იმიტომ რომ ამ კაცმა აშკარად იცის როგორ უნდა აკეთოს თავის საქმე და რაც მთავარია, ზოგ-ზოგიერთი რეჟისორებისგან განსხვავებით, რომელსაც არ ჩამოთვლით, იმიტომ რომ დიდი სია, ისეთ რაღაცებს იღებს, რაზეც ზუსტად იცის, რომ კარგად გააკეთებს ფილმს. გვადანინოს 3 ფილმი მაქვს ნანახი, რეალურად მე მგონი 4 აქ გადაღებული ხო, ის რომ მითხარი რალფი რო თამაშობს პირველ ფილმში. კი, დიდი შეხები. ეგ არ მინახავს, მაგის შემდეგ რაც არის 3 ფილმი ნანახი მაქვს. პატარა სპოილერს ვიტყვი, რომ Challengers-ი ოდნავ უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე Queer-ი, მაგრამ ზოგადად ხო, ძალიან ვაფასებ ამ რეჟისორს და ძალიან ვაფასებ მის მიდგომას ფილმების მიმართ, თითოეული ტექნიკური საკითხის მიმართ თუ მსახიობების მიმართ, იმიტომ რომ რომელი ფილმიც არ უნდა იყოს, ნებისმიერი დეტალი, რაც საჭირო ამ თხრობისთვის, არის აბსოლუტურად გამართული და უმაღლეს დონეზე და ატმოსფეროს შექმნაში არის იდეალური, იმიტომ რომ ისე გაგრძნობინებს თავს თითქოს იმ ადგილებში, რაც გიჩვენებს ნამყოფი ხარ. გადავიდეთ უშუალოდ განხილვაზე. გვაცა რა მოგეწონა ამ ფილმში? როგორი ბუნებრივი დიალოგი გქაცა? პერსონაჟებით, აი სცენარს მიწერე. სცენარს მიყვა პირველი ტიტრები მიწერია და ეგ მახსოვს რომ ტრეილერში კი ტრეილერში ვახსენე ტიტრებზე და ძალიან მომეწონა ეს ხელწერა, ხელნაწერს გავს თან ეს მელნისფერი რო აქვს, წვეთები, ჩხეფები გარშემო ამ ნაწერს და განწყობა შექმნა რა. თითქოს იმ ეპოქაში უკვე გადამიყვანა, მაშინ როდესაც გარემოს დიდად არ მანახებს მხოლოდ რაღაც ნივთები ჩანს და ამ მხრივ ძალიან მომეწონა, კარგად იყო ნაპოვნი, ძალიან კარგი დეტალია. შენ თუ ამაზე რამის თქმას აპირებ? ანუ მე ფერი მომეწონა, მაგის ძალიან უბრალოდ და პოსტერზეც რო არის გამოტანილი, ძალიან ხო, საინტერესო დეტალია კი. მაგრამ თვითონ აი სხვა რა მოგეწონა? ხო, ახლა სხვა ჩემთვის რაც იყო პირველივე წამებიდან ასევე ფილმში, ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებისთანავე უკვე იცნობ პერსონაჟებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანენ და რატო. ნივთები, რასაც გვაჩვენებს, ზუსტად მაშინ, როცა ტიტრები მიდის, რაღაც გვერდი გვერდდევს სიგარეტი, სხვადასხვა სათვალე, განსხვავებული სათვალები, ამ თავარი პერსონაჟების კუთვნილი ნივთები და ისეთ ნივთებს განახებს და თან ისეთ მდგომარეობაში, რომ შთაბეჭდილებას გიქმნის უკვე ამ პერსონაჟებზე, როგორც ადამიანებზე, პიროვნებებზე, გასაგები არ ვარ 100%-ით მათ სულს ვერ ჩაწვდები, მაგრამ ესეთი ექსპერიმენტი არსებობს განწყობის თეორიაზე. ადამიანის ნივთებს რო აჩვენებდნენ სამ განსხვავებულ ხატვარს, ხოლო ნივთები ჰქონდათ მიცემული და ამ ნივთების მიხედვით დახატეს პორტრეტები და ძალიან გავდა ის პორტრეტები რეალურ ადამიანს. რაღაც ასეთი რაღაც გააკეთა ჩემთვის პირადად, რომ ამ ადამიანებზე რაღაც წარმოდგენა შემექმნა ტრეილერში. ეგ არ იყო ხა ნაჩვენები ვინ ბოროტია, ვინ კეთილია, როგორი არა შინაგანად ეგ იმდენად არ ჩანდა, არც უნდა ეჩვენებინა ასე ყველაფერს იქ ხარ გაჩვენებთ. ჩემთვის ეგ გააკეთა და აი პირველი წამიდან ეგ იყო შესამჩნევი და ძალიან მომეწონა. მე ყველაზე მეტად რაც მომეწონა, პირველ რაც ამ ფილმზე ყოველთვის გამახსენდება, არის როგორ არის სიურრეალიზმი შერეული რეალიზმში. ეს ვახსენე ტრეილერში ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ტრეილერის ნახვიდან ასე ფართოდ არ იყო ნაჩვენები, თუ რამ ხელმძღვანელობა ექნებოდა სიურრეალიზმს და ეს აბსტრაქტულ რაღაც სიმბოლოებს, მაგრამ ტრეილერშივა ჩანდა ამის კვალი. და როგორ არის ფილმში გაშლილი ეს კვალი, აი ეგ მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ მთელი ფილმის განმავლობაში მეგონა რომ რეალობას კი არ ვუყურებდი პერსონაჟის შინაგან გარემოს. ისეთ შეგრძნებამ რომ ეს ადამიანი ვიცი თხემით ტერფამდე, ანუ ოპერატორის მნიშვნელობით მართლა ანუ გული ამოიღო და დაგვიდო წინ. საინტერესო ის არის, ამას მოგვიანებით ვახსენებ, რომ რაც არ მომეწონა, ასევე უკავშირდება სიურრეალიზმს, რაღაც
დოზით. Შემიძლია ვთქვა, რომ რაც მომეწონა იყო სიურრეალიზმი, მაგრამ რაც არ მომეწონა იყო ასევე სიურრეალიზმი. ახლა გადავიდეთ ტექნიკურ ნაწილზე, მივყვეთ რიგითობით და ჯერ მოდი პირველ რიგში დავუწყოთ რა საკვირველია ოპერატორის ნამუშევრით. წინა ვიდეო რაც ჩავწერეთ კონკლავზე, იქ მე ვახსენე, რომ ეს ასეთი რეალურად რაც ყველაზე თბილი, ერთ-ერთი ყველაზე თბილი ფილმიც არის სისხლისფერი მდუღარე წითელი, ამ წითლით სავსე კადრები, როგორი სიცივით სავსეა და აქ პირიქით იყო ძალიან ხშირ ეპიზოდებში, რაღაც განსაკუთრებით ღამის ეპიზოდები რაც არის, იქ ცივი ფერები თარი ასე თქვა აწყობილი მთელი კადრი და რაღაც ძალიან დიდი სითბო არის შიგნით და აი ძალიან მომეწონა ასეთი რაღაცები რო ხდება ასეთი კონტრასტები ეგ ძალიან მომწონს და ეს ამ ხრივ ოპერატორს მინდა რომ ფაძლობა გადაუხადოთ თუ რა მომეწონა პირველივე წუთებში ოპერატორის ეს არის როდესაც პირველად დაინახავს ლი იუჯინს ქუჩაში დაუნ ენგელით არის გადაღებული ეს კადრი თავიდან და როგორც აკვირდება ნელ-ნელა და რაღაც კონცენტრირებას მხოლოდ იუჯინზეა ახდენს ამ დროს კამერა ნელად ზემოთ და ოდნა უახლოვდება მის პორტრეტს და რაღაც აი ზუსტად ეგ იყო ალბათ მიზანით და თითქოს მე მივუახლოვდი და მივედი და სულში ჩავხედე და თითქოს მეც შემიყვარდა იუჯინი რა ან ძალიან ვიგრძენი ეს სიყვარულია ხო ანუ ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს მეც რაღაც გრძნობა გამიჩნდა იუჯინის მიმართ ისა იყო გაკეთებული და ეგ ძალიან მომეწონა ხამის კადრები რო ახსენე ეგ ჩავინიშნა, იმიტომ რომ მაგასთან დაკავშირებით რაღაც თქმა მინდა. რაც ხამის კადრებში განსაკუთრებით შევნიშნე, იყო განათების ნაკლებობა. რაც იყო აბსოლუტურად გამიზნული, რა თქმა უნდა. ქუჩის კადრებში ხშირად არის ეგეთი კადრები, რომ ან დასეირნობენ ის სახლამდე აცილებს ტაქსიში, ხდებიან რა შემდეგ. სახეები არ არის ამონათებული, როცა ხშირ შემთხვევაში როცა ხამის კადრებია, განსაკუთრებით ასმაგი ყურადღება ექცევა განათებას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხამის სიბნელეზე მორგება განათების. და ეგ ძალიან მომეწონა, რომ ფსიქოლოგიური დრამა არა. ეს ხელოვნური სინათლეც კი არ შემოდის მათში. თითქოს ჩვენთვისაც ბუნდოვანები არიან, ისევე როგორც ერთმანეთისთვის. რაც ანუ მთელი ფილმის განმავლობაში ეგრე არ რჩება, არის ერთი მომენტი, როცა ეს პერსონაჟები სხვანაირად უკავშირდებიან ერთმანეთს. მაგას არ გულისხმობ. სხვანაირად. ეგრეც მაგრამ უბრალოდ იმის ხმა მინდა, რომ თავიდან თითქოს ვერ შეიცნეს ბოლომდე ერთმანეთი და ამას გამოხატავს ეს განათების ნაკლებობა. რაც შეეხება თვითონ საოპერატორო ნამუშევარს, პირველი რაც ჩავინიშნე ფილმის ყურებისას, mental note-ი რასაც გავაკეთე, იყო ის, რომ ყოველი კადრი განსაკუთრებით პირველ ორ ნაწილში, მესამე კიდე სხვანაირად სიურრეალისტურია. პირველი ორი ნაწილი ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ სიურრეალიზმის ხატრობა, არ ვიცი, რაღაც ნახატები იყო აბსოლუტურად გაცოცხლებული და განსაკუთრებით რამდენიმე კადრი რაც შეიძლება შინაარსობრივად დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ იმახსენდება მაგალითად ერთი კადრი, რაც მე დაგვანცამ კადრის მიღმა აღნიშნეთ. თეთრეული არის გაფენილი, რაღაც გეომეტრიული სიზუსტით, რაღაც წარმოუდგენლად და მართლა ფილმს რო შეხედავთ, უბრალოდ მე მგონია რომ ყველას გაახსენდება სიურრეალიზმის რაღაც აი ატმოსფეროს ვაიბებს რაღაცას მოიტანს. რაც ძალიან მომეწონა. თავიდან არ ვიცი დამეთანხმებ თუ არა, მაგრამ მგონი ეგრევე დრამატურგიულად შინაარსი არ არის და უფრო რეალიზმია თავიდან მესამე ნაწილამდე დაახლოებით. ხატრის დამსახურებას არ არის მხოლოდ ოპერატორის, მაგრამ ანუ ამათი ტანდემის დამსახურებით რომ ასეთი გარემო შეიქმნა, მგონია რომ ნაკლებად მოულოდნელი იყო, როცა თვითონ თხრობა გახდა რაღაც ზესიურრეალისტური, იმიტომ რომ არის რაღაც ნაწილი კულმინაციისკენ, უკვე მესამე ნაწილისკენ, როცა მართლა თითქოს სულ სხვა სამყაროში გადადიხარ. ვიზუალში რო ეს ასე არის გამოჩენილიყო, ეს აბსტრაქტული რაღაც ელემენტები. მე მგონია რომ ძალიან ამოაგდებდა მაყურებელს იმ სათქმელისგან, რასათქმელიც ბატონ ლუკას ჰქონდა. მესამე თავიდან სულ სხვა ფილმი იწყება. აბსოლუტურად და ხა რატო ესთეტიკა სხვა არის, რითმი სხვა არის, თემაც და ფერები არის სულ სხვა, ატმოსფერო თავისთავად და კამერის მუშაობაც კი სხვა არის, აი რაკურსები ძალიან ისაა და სიტყვები მეწერია რომ მე მაინც ამოვარდი რა. ანუ აი რაღაც დავკარგე, აი გამიწყდა რა, ანუ მესამე თავიდან გამიწყდა ის. ერთადერთი რამაც დამაბრუნა თავიდან იმაში, ეს იყო მიუხედავად იმისა, რომ სიურრეალისტური იყო და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ სცენა იყო ალბათ მთელ ფილმში, ეს არის შეკავშირება შერწყმის სცენა, ეს ქორეოგრაფიული მაგ კავშირს გულისხმობდი და ამ შეკავშირება შერწყმის ცერემონიალზე საუბრობდი. მთელი ეგ სცენები, ხო, ძალიან ტოპ. ამაში ძალიან ეხმარება საუნდტრეკი, რომელიც შემოდის. დიალოგი.
მომენტი იყო. მაგაზე როგორ არის ნომინირებული? ეს სამის თქმა დაგვაუწყდა, მგონი რომ ცოტა ხნის წინ დაიდო ოსკარების ნომინაციები და ფილმი არაფერში არ არის ნომინირებული და გასაგებია რომ ოსკარები ჯოუკ არის უკვე. მაგრამ მაინც გულს უხარია როცა ფილმის რაღაც ნაწილი როცა ნომინირებულია და რაღაც აღნიშნავენ, მაინც გულს უხარია. ეს ქორეოგრაფიული ნაწილი იყო ძალიან მაგარი, ოღონ მათ ჩემი აზრით ძალიან ბევრი სიმბოლური ის იყო ქორეოგრაფიაში გულისხმობ მოძრაობებს, უბრალოდ მათ უკვე ალბათ ქორეოლოგების ასეთი ხალხის ჩართვა არის საჭირო, იმიტომ რომ ეგრე მაგრა ვფლობ მე პირადად მაგ მხრივ შეულის ენას. ერთ-ერთი რაც ვიცი, ერთი მომენტი იყო, როდესაც თავზე ხელს შემოატრევენ და თითსადებენ და ეს მე მინახავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაცა სიმბოლოს ნიშნავს, ეს მოძრაობა რას ნიშნავს, ეგ უკვე არ ვიცი და რავი, თუ ვინმე მიცით ან იმედია მე კიდე რომ გადავხედავთ რაღაც რევიუებს და წერილ კრიტიკებს და შემდეგ იქ უკვე იქნება ახსენილი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრ ამის გვეუბნება ეს სცენა. ისეც ანუ გაუგებარი არ არის, მაგრამ გულისხმობ სიტყვით სხვა რამებსაც გვეტყვის. მესამე თავთან დაკავშირებით დავამატებ მეც რომ აქაც მიწერია ჩავანიშნე რომ ზოგადად დიდად არ მიყვარს როცა ფილმებში ვიცი რომ ძალიან ბევრი აიკონიკ ფილმია რომელიც ეგრე რაღაც ნოველებად არა მაგრამ უბრალოდ თავებად არის დაყოფილი მაგრამ მე პირადად დიდად არ მიყვარს როცა აი ესა პირდაპირ ყოფენ ხოლმე რა ხვდები აქ რატო დაყო ანუ რაღაცნაირად ხვდები რომ ზუსტად ეგ უნდა და ეგ განვითარებასავით რომ აი ეს რო ეხა თავებად არ ყოფილიყო უფრო უცნაური იქნებოდა აი ეს მესამე ნაწილში სხვა ფილმად გადაქცევა რაღაც უცებ რა რომ რაღაც კურსი ცვლის სრულიად თითქმის სრულიად უფრო ის იქნებოდა მიუღებელი თქოს და ეხა თვითონ რო აქ დაყოფილი თავებად თითქოს გეუბნება რომ ვიცი რასაც ფიქრობ და ამიტომ ესე უნდა იყოს თითქოს ამას გქონება ხა მუშაობს არ მუშაობს მოგწონს არ მოგწონს ეგ მეორე საკითხია მაგრამ ეს არ არის რაღაც შეცდომა, თხრობის შეცდომა, ეს არის გამიზნული გადაწყვეტილება, ესე უნდა ყოფილიყო. მესამე თავთან დაკავშირებით ხოლმე იმის თქმა მინდა რომ არ ვიცი გაქვთ თუ არა ნანახის შიშველი საუზმე და ტრიპი გექნება უეჭველი ნანახი. აი მაგის ვაიბი ან ეგ გამახსენა ძალიან თვითონ მესამე თავმა. იმდენად ბევრი ელემენტი იყო ეს უკვე სიურეალისტური ხრობაში ჩაქსოვილი ეგრევე ტრიპში გადავედი ანუ ეგ ფილმი გამახსენა ეს ვიგულისხმე თავიდანვე როცა თქვი რომ ფილმში არის სიურეალიზმის რაც მომეწონა მაგრამ ასევე არის სიურეალიზმი რაც არ მომეწონა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თვითონ რეჟისორი აღიარებს რომ ეს ესე უნდა იყოს ჩემზე არ იმუშავა მაგან. ასევე უნდა ვაღიარო რომ ვერ მოვიწმინე და დიდი ხანი მქონდა შენახული და გუშინ ძალიან მომინდა დენის და ლუკას directors ინტერვიუ რო არის რა. მაგას უყურე ძალიან დიდი ხანი მქონდა შენახული და ორივე რეჟისორი ძალიან მიყვარს და მეთქი ეხა ეს ჭირდება. თვითონ მესამე ნაწილთან დაკავშირებით რაც ამბობს ერთი რაც თქვა და ამან ძალიან გამაოცა ეს ყველაფერი თუ სწორად გავიგე, იმიტომ რომ თან რაღაც ვაკეთებდი თან ამოწმოს მენდი. ყველაფერი არის ან ხელით, ან production design, ხატვის გაკეთებულია ეს გარემო შექმნილი. თან ყველაფერი არა, ანუ რა თქმა უნდა ეს ქალაქის კადრები რაღაც, მაგრამ არ არის ოსკართან ნომინირებული კიდე მინდა. ანუ მეორე შინაარსთან დაკავშირებით, თვითონ თხრობასთან დაკავშირებით ახსენა, რომ თუნდაც ეს გულის ამოღების სცენა რაღაცა უნდა ყოფილიყო. ლის უყვარს იუჯინი და იუჯინს უყვარს ლის. ლის რო უყვარს იუჯინი, ეგ ჩანს მთელი ფილმის განმავლობაში, ყველაფერში ჩანს, როგორ ობსესიურად უყვარს შეიძლება ითქვას. მე როგორც გავიგე აშკარა უნდა და იმ სიყვარულის ჩვენება რაც მაგათ აქვს ერთმანეთს მიმართ, ინდივიდები უფრო წინ წამოწეული იყო და მათი ფსიქოლოგია ჩემთვის, ვიდრე მათი სიყვარული. ამიტომ მგონია რომ რის გაკეთებაც უნდა და ჩემთვის არ ჩანდა. შეიძლება იმიტომ რომ ზოგადად არ არის ემოციებზე ორიენტირებული ფილმი, არის უფრო ფსიქოლოგიური და შესაბამისად ცოტა დისტანციას იჭერს ამ ემოციებისგან და შეიძლება ვერ ვიგრძენი მათი სიყვარული. რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიულ სცენაში ხედავ რაღაც კავშირს, მაგრამ კავშირი ხო ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს. მათ შორის უფრო სხვანაირი ურთიერთობა დავინახე, არ ვიცი, კიდე სხვა სახის კავშირი, მეტაფიზიკური სახის კავშირი და არა სიყვარული, რასაც ვიზახით სიყვარულს. აი შერტყმის მომენტი რო აქვს და გაერთიანების, ლის პერსონაჟი უფრო აი ტორსზე მუშაობს და იქ შედის და ანუ მის გულში ბეჭებს რაღაცას ეხება და გამახვილებულია ყურადღება მომენტში, როდესაც იუჯინი თიც შუბზიადებს ეს გულისკენ, სხეულისკენ მიიწევს და ის რაღაც უფრო გონებაზე აკეთებს מחვილს და ჩემთვისაც ეგ უფრო სიყვარულის იმად არ იყო აღქმული. და იუჯინი ჩემთვის დარჩა გაუხსნელი პერსონაჟი, რაც შეიძლება
ეგრეც იყო ჩაფიქრებული, რომ მისტიური უნდა დარჩეს ცოტა მისი გრძნობების ყველაფერი, მაგრამ როცა ამბობდა წინადადებას რომ ამბობდა და ახსენა რომ ლის სიყვარული იუჯინის მიმართ, დავეთანხმე, იმიტომ რომ ეგ ჩანს. მე რო თქვა და იუჯინის სიყვარული ლის მიმართ, მათ მეს კი ნო, ერთი წამეს რა. ის დიალოგიც რო აქვს ცეცხლთან, მე არ ვარ და მე ხო, ანუ მაგის პრობლემას ვხედავთ, რაც არის, ვერ ვხედავთ, ანუ ეს საკუთარი თავის მიუღებლობაა, რა არის ზუსტად, ანუ რაღაცები ჩება გაუხსნელი, შეიძლება ესე უნდა და ოკეი. ჯერ იმას ვიტყვი, რომ იუჯინის ეს სიმბოლური ზუსტად ბოლო სცენაში ხსნება ყველაზე სწორად. ტყეში რო არიან მოკლედ, ერთ მომენტში არის რო წვებიან, იუჯინს ცრემლი უგორდება თვალიდან. როგორც კი ეგ დავინახე, მაშინვე ყურადღება მეთქი ეს რა არის. და მე კარგად გამოჩნდა ზუსტად ბოლო სცენაში, როდესაც შედის კრეიგი გეცხო რაღაც ილუზორული საყაროა, სიურრეალისტური და როდესაც დაინახავს გველს, რომელსაც თვალიდან ცრემლი ჩამოდის, ეს უკვე იმას გეუბნება, რომ ყველანაირ სიმბოლოს, რასაც ნახა, უნდა წახვიდეს სწორედ იუჯინთან რა, რომ ყველაფერი მას უკავშირდება. ტრეილერში ვახსენე, მეთქი ძალიან მაინტერესებს იმ ჭიის სიმბოლო თქო. ბოლოს მაინც იუჯინს დაუკავშირდა. ბოლოს სცენასთან დაკავშირებით მინდა უბრალოდ თქვა, რომ ესეთი რაღაც არის, რომ ეს პერლი მაკეტია, მოკლედ რაღაც სახლის, იქ იხედება ტრეილერშიც ჩანს ეს თვალი და პირველი ეგ იყო, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. რეალურად უყურებს თავის თავს იუჯინს ამ გველს რაღაც სიმბოლოებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ანუ თითქოს ხომ მთელი ფილმი ჩვენ ვართ პერსონაჟის შინაგან სამყაროში და ეხლა თითქოს თვითონაც იხედება ამ შინაგან სამყაროში და მგონია რომ მაგ სცენაში, მაგ ბოლო სცენაში ყველა ილუზიას ამსხვრევს, რაც იუჯინთან დაკავშირებით ჰქონდა გაჩენილი. ფილმში ეს რაღაც დიდად ემოციები არ გამოუწვევია მაგ ბოლო სცენის გარდა, იმიტომ რომ მან ხდება ესეთი ზუსტად რაღაც იმსხვრევა და თითქოს შენს გრძნობრო იმსხვრევა. ცენტიპედი არის ეს ჭიის ეს სახეობა. და რატო არ მნიშვნელოვანი და რატო გაუჩნდა თავიდანვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმ ბიჭთან გასაგებია რომ შეიძლება რაღაც დაკერვის მომენტი იყო რომ უი ყელსაბამი რაღაც მაგრამ ოპერატორი და ეს კამერა და მონტაჟისი ამახვილებს ამაზე ყურადღებას რომ ეს მხოლოდ ვიღაცის დაკერვის მცდელობა არ არის რასაც ვამბობთ იუჯინზე სიდუმალება რაც გააჩნდა სწორედ ერთ-ერთი სიმბოლური დატვირთვა ამ ჭიის ან სიმბოლიკაში სწორედ ეს არის ეს იდუმალება საიდუმლოებით არის მოცული საკუთარ თავში ახშობს რაღაცას, რაზეც აი ეხლა რაც ვთქვით, რომ მე არ ვარ ქვიარი და ეს თითქოს ეძებს საკუთარ თავს, არ ეძებს, აღიარებს, არ აღიარებს, აი ეს მომენტი ამ ხრივ ძალიან კარგად იშიფრება. სხვა სიმბოლური დატვირთვებიც აქვს ისე ზოგადად ამ ჭიას, მაგრამ ამ ფილმში მე მგონი, რომ სწორედ ეს იყო. მე გეთანხმები მაგაში აბსოლუტურად ძალიან ბევრი გიფიქრია მაგ სიმბოლოზე. ერთი სცენა, რომელსაც დავაკვირდი, რატომღაც რაღაც წვეულება თუ რაღაცა, როცა ის მიდის და ერთი ქალი ვიღაცას მოკლედ თავზე უდევს რაღაცა და ესე იარაღის იმას აკეთებს, რომ ვითომ აქ ესვრის. არ ვიცი, თოლში მომხდარა რაღაცნაირად. ბოლო სცენაში როცა ეს იღებს იარაღს და უმიზნებს იუჯინს, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ მართლა მოარტყავდა. მე მეგონა, რომ ეგეთი თამაში იქნებოდა. და როცა შუბლში არ ტყავს და კლავს იუჯინს. ჯერ ერთი რამე მაგასთან დაკავშირებით ის მინდა თქვა, რომ ზუსტად როგორც თქვი, რომ იქ შეკავშირების მომენტში უფრო არის ამის ტანზე ლის ტანზე ყურადღება გამოხმებული და ის უფრო გონებაზე და რაღაც. ხო შეიძლება რომ გულში ესროლა მაგალითად. მით უმეტეს რომ გული ძალიან დიდი სიმბოლო იყო ფილმში იმ სცენიდან გამომდინარე, რომელიც სხვა შორის ეგ სცენა ეგრე 9 ჯერ ვახსენე, მაგრამ ესე არ ვილაპარაკე და არ გაგვიმახვილებია დიდი ყურადღება, მაგრამ მე მგონია რომ ამ ფილმიდან თუ რამე დამამახსოვრდება, ესე ვიზუალურად იქნება ეგ სცენა, როცა გულს იღებენ, იმიტომ რომ იყოს ანუ აბსოლუტურად შემზარავი მაგრამ საჭირო. შეიძლება ბატონ ლუკას გააზრებული ქონდა, რომ აქაც სიყვარული და მათ კავშირი რაღაცა, მაგრამ მე დავინახე ამათი გულის ხვანაირი ამოღება. თითქოს ლი იღებს თავის გულს აძლევს იუჯინს და იუჯინი თითქოს თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თითქოს ის ფაქტი, რომ აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უგულოდ ექცევა რა ხშირ შემთხვევაში იმის დამოკიდებულების გამო ძალიან ბევრჯერ შემეცოდა ლი და თითქოს მანდაც ეგ არის სხვადასხვა მიზეზით იღებენ ამ გულს და ზუსტად ეგ არის ამ ურთიერთობის და ამ პერსონაჟების ტრაგედია, რომ თითქოს ერთნაირად მოქმედებენ, ერთ და იგივე რაღაცას აკეთებენ, მაგრამ სრულიად სხვადასხვა მიზნები აქვთ. აბსოლუტურად ეგრე, უბრალოდ ჩემთვის ერთ წინადადებაში, რაც მოსგენ, ლი გულს იღებს, იმიტომ რომ მას გული აქვს, ანუ სიყვარულს აქვს გული და იუჯინი თავისი უგულობის გამო იღებს გულს რა, ანუ ესეთი სასწაულო.
იმას მომდევნო, რადგან ბოლოსანში თავში ესვრის, თითქოს იმას კლავს მასში, რის გამოც საკუთარ თავში იუჯინი ახშობს იმ ფაქტს, რომ ის ქვიარია. თუმცა ჩემი აზრით ეგ თლად კარგად არ ჩანს, როგორ ახშობს, როგორ რაღაც. რადგან ძალიან თავისუფალი ტიპი ჩანს და თითქოს რაღაც ესე დამალული შინაგანი ჰომოფობია. ყველა ნიშანი ეგ მითითებს, რომ რეალურად ეგ არის და ეგ არის მაგის ტრაგედია, მაგ პერსონაჟის და მის ტრაგედიაც. ერთადერთი ეპიზოდი იყო, მაგრამ ეგ არ ნამდვილად არ გაფიქრებინებს მაგას, აი ქუჩაში რომ მიდიან და ლირო ხელზადებს და ეს რო აღებს. მე მანდ უფრო ის კიდევ მაგის უგულობა დავინახე, რომ ლი უნდა მხოლოდ ერთი მიზნით შუქრდედი. თითქოს მაგას კლავს იმაში, რომ თვითონაც გათავისუფლდეს ამისგან. და ისე შეგრძნება მაქვს, რომ იუჯინსაც ათავისუფლებს თავისი თავისგან. მე მგონი ეს გაშიფრვა იმსახურებს ბევრ ლაიქს. Subscribe, like and subscribe. სიმბოლოზე კიდე ერთ დავამატებ მაშინ ამის გარეშე არ შეიძლება ეს არის ურობოროსი. ესეც სიმსახურებს საპლას მეტებს. აი ესე მაქვს ზუსტად ჩანიშული ურობოროსი, ცრემლი და ჭია, ანუ ცენტიპედი, რომელიც ანუ ეს ერთმანეთში ერთიანდება და იღებს იუჯინს. გველი აშკარად იუჯინია, ის ცრემლი მაფიქრებინებს მე ამას. ეს სიმბოლო როგორც საკუთარი თავის განადგურების სიმბოლო, მაგრამ ასევე აღზევების ან განახლების ეს არის ციკლი რა, ანუ გველი რომელიც საკუთარ თავს იჭამს. აი ეს კი იუჯინია და გასაგებია რომ იმ ბოლოს სცენაში რაც ხდება ეს არის წარმოსახვა იმის, მაგრამ თანამდროს ეს კავშირი იუჯინს რო ანადგურებს, ანუ თავის რაღაც ნაწილს ინადგურებს რითაც რეალურად თავიდან აღმოცენდება, ანუ მასში რაღაც განახლების ცრემლი ეხა მომივიდა ეს აზრად რომ აი ცრემლი ხო ფენიქსის ეს არის ცრემლი და ანუ ეს თავიდან დაბადება, კვდომა. თითქოს ანუ ცრემლი გველს შეიძლება აქ ეს ცრემლი და ფენიქსის სიმბოლო არ არის, მაგრამ გველი და ცრემლი უფრო არ უკავშირდება ერთმანეთს, ფენიქსი და ცრემლი უკავშირდება. აუცილებლად მინდა ვახსენო დენიელ კრეიგის სამსახიობო ოსტატობა. ჩვენ ტრეილერის განხილვის დროს თქვით, რომ გვადანინამ დაინახა დენიელი ასეთ როლში, ასეთ სერიოზულ როლში. რავი, ძალიან მომეწონა ამ ადამიანის შესრულება. თვლი რომ ძალიან კარგად გაარტყა თავი და ერთი სცენა მინდა ვახსენო, სადაც ძალიან მაგრა გამოჩნდა. აი, ის რო არის ხოლმე ოსკარებზე რაღაც ნაწილს რო ამოიღებენ. ხო. მათ ძირითადად არის ხოლმე, აი რო ყვირიან ან ტირიან და ამ თუ საუბრობენ, განსაკუთრებით კაცებში. ეგეთ მომენტებს ვამი ხოლმე რა. არ არის, მაგრამ ეს ადამიანი ოსკარზე ნომინირებული ყოფილიყო. მე მაგალითად ამ მომენტს ჩავსვადი და რა მომენტია. პირველად, როდესაც იუჯინს ნახავს ბარში და უკვე ერთად რო სხედან და საუბრობენ, იუჯინი ნუ რაღაცებს ესაუბრება, დენიელი უსმენს და ანუ ძალიან მოусვენრად არის, ძალიან ცქმუტავს, ანუ უყურებ რომ უსმენს, მაგრამ ისე ჩანს სურვილი მისდამი. ამ მოსმენაში ვგრძნობ, როგორ ძალიან უნდა, თან აი შეეხოს და ისეთ რაღაცებს აკეთებს. მაგას ჩავსვავდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იუჯინი საუბრობს და რაღაც თვითონ შენც იმას უნდა უსმენდე და რაღაც, არც მახსოვს კარგად რაც ლაპარაკობდა, იმიტომ რომ აი ეს დენიელზე ვიყავი გაშტერებული, ისე აკეთებდა ამას და მეორე ნაწილს ვახსენებ კიდე. ლის სახლში ადიან და საწოლზე რომ დაწვება იუჯინი, ეს წყლის ბოთლით და ჭიქით ხელში რო დგას ლი და იუჯინი ფეხსაცმლის გახდას რო იწყებს, აი მისი რეაქცია, ხელები თითქოს მოეშვება და ეს ბოთლი და ჭიქა ერთმანეთს დაეჯახება და ეს ხო არ არის, არ ამგონია ასეთ რაღაცებს ეს რეჟისორი არც უნდა ეუნებოდეს სახებს, რომ აიცი რა აქ დადექი და ხა ის იმას მიარტყი. არა, ეს ხო აბსოლუტურად იმპროვიზაცია არის და როლში ისე კარგად იყო შესული, რომ ეს ავტომატურად ისე გააკეთა, აი ძალიან მომეწონა, აი მე მგონია და რავი ასე ვიგრძენი, რომ ეს იყო იმ წამს გაკეთებული თვითონ დენიელსაც არ ქონდა ეს გეგმაში და ასეთ რაღაცებს რო ხედავ, ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე, ფიქრობ ნებისმიერი მაყურებლისთვის. კი, განსაკუთრებით მომწონს ხოლმე, როცა მსახიობებს სხეულის ენაში გადააქვთ პერსონაჟის თვისებები, იმიტომ რომ ადამიანები არ ვართ ხო მარტო რაღაც დიალოგი, თუნდაც რაღაც ქცევა, ადამიანები ვართ რაღაც ისეთი დეტალები, რომლებსაც შეიძლება ყოველდღე ვერცმ ჩნევდეთ ერთმანეთში, იმიტომ რომ ძალიან მიჩვეულები ვართ, მაგრამ როცა რაღაც 2 საათიან ფილმს უყურებ და ამ 2 საათში ეცნობი პერსონაჟს. მან აუცილებლად საჭიროა ეგეთი დეტალები, რომ დაინახო, რომ ეს პერსონაჟი მართლა არსებობს, ეს პერსონაჟი რაღაც დამოუკიდებელი ინდივიდია. უჩებს აკეთებდა ხოლმე ძალიან საინტერესოდ. რაღაც მან დავინახე, რომ ეს არ არის დენიელი, ეს არის ლი. ჩვენ ლუკა ბატონს 17 წელს ასაკში წაუკითხავს თურმე ეს წიგნი, ეს ადაპტაცია. ამდენი ხანი ქონდა ეგ
გონებაში. ამიტომ არ გამიკვირდება თუ ყოველი დეტალი, თუნდაც ეგ თუჩების გამოწვევას არ გამიკვირდება, რომ ეგ ლუკას ნაფიქრი იყოს. ეხლა ხმასაც შევეხოთ. ლუკას ფილმებში ძალიან მნიშვნელოვანია საუნდტრეკები. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე რაც აქვს და პლუსი გვადანინოს ძალიან კარგად მუშაობს კომპოზიტორებთან ან ის მუსიკები რაც უკვე არის შექმნილი მაგალითად აქაც რაც ქონდა გამოყენებული უკვე არსებული სიმღერები მაგრამ ერთი მაგრამ მაქვს ამ ფილმში მუსიკასთან დაკავშირებით მაგრამ სანამ მუსიკაზე გადავალ ჯერ საუნდ ეფექტებზე ვისაუბრებ პირველი სადაც უკვე მიიქცია ყურადღება ხმამ ამ ფილმში იყო როდესაც ბარში სხედან ლიდა შვარცმანის პერსონაჟი რო საუბრობენ, იქ არის ესეთი მომენტი, აი მონტაჟი და ხმა მან მუშაობს ძალიან კარგად ერთად. რაღაც მომენტში ამ შვარცმანის საუბარი, მოგუდულად ისმის საუბარი, ტელევიზორის შხრიალი ისმის, ამას მონტაჟი ენაცვლება თან, ანუ ეს კადრები, ანუ პარალელურად სხვა რაღაც დეტალებზეც არის გამახვილებული ყურადღება და ეს საათის ხმა, ეს ციკ-ციკი რაღაც ძალიან ისე შემოდის ყურში. ვიგრძენი ამ პერსონაჟს თავი როგორ ატკივდა თუ რაღაც ხო ხდები ანუ მასში ეს არსებული აი ეგ მართლა ძალიან მაგრა გააკეთა ამ ფილმში ანუ უდავოთ რომ ეს შინაგან სამყაროს ისე კარგად გაჩვენებს რომ რავი ზუსტად ეს ფსიქოლოგიური მომენტები ასეთ აი ხმამ ძალიან კარგად ისე შეგრძნება რომ არ ვიცი შეიძლება ნანახი გაქვს მოგზაურობა ადამიანის სხეულში ეგ შეგრძნება ამ ფილმში რომ ანუ ამ ადამიანის სხეულში დამოგზაურობდა იმ ტკივილსაც ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ემოციამდე არ მოდის ანუ მაინც თითქოს აი განსაკუთრებით თავში იმიტომ რომ თითქოს აი მის გონებაში ხარ რა დამაინტრიგებელი მაგრამ ეხება მუსიკას ეს არის როდესაც ნარკოტიკს იკეთებს ერთ-ერთ მომენტში ან თლიანი ეპიზოდი არის აღწერილი ან თეთრ შეიძლება ჰეროინი ან კოკაინი არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ნუ იმას რო იკეთებს მთელი ეპიზოდია ნაჩვენები კამერა არის გაჩერებული რა ძალიან მაგარი კადრია კი ძალიან მაგარი კადრია სცენა ყველაფერი ძალიან მაგარია და უკვე რო გაიკეთებს ლუც რომ მოსვამს იწყება მუსიკა New Order's Leave Me Alone და ძალიან არ მოუხდა ეგ ისე ძალიან არ მოუხდა სპეციალურად რო დამთავრდა ეგ ეპიზოდი და ახალი რო დაიწყო დავაწყებინე თავიდან და ეს მუსიკა რო დაიწყო ხმა გავუთიშე კი იქ იმის ხმები რაღაცების დადების სუნთქვის ხმები აკლდა მაგრამ ასე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მუსიკით ხო ჩემი მაგრამაც მაგასთან არის დაკავშირებული ოღონდ ეგრე კონკრეტულ მომენტს არ ეხება ჩემი მაგრამ არის ის რომ ამ ფილმში იყოს ზედმეტად ბევრი ტექსტიანი სიმღერა. მოქმედება ხდება, პრინციპში 40-იან, და 40. რაღაცა ისეთი მუსიკები იყო, რაც რაღაც 70-იანების მოცემების იყო, პრინცი იყო, ნუ ეს another ხო, ანუ თითქოს რაღაც ემოცია მოდიოდა სულ სხვა დროის რა. აი, ჯერ ეს ერთი, ანუ ისეთ ზოგადად არ მომწონს ხოლმე, როცა ამდენი ტექსტიანი კი, ანუ ის ტექსტიანი სიმღერები იყო Call Me By Your Name-შიც, მაგრამ ამდენი არ იყო ჯერ ეს ერთი და იქ აბსოლუტურად უხდებოდა. იქ იყო აი ერთი რაც უნდა ყოფილიყო. აქ ძალიან ბევრჯერ გავიფიქრე, რომ ანუ ხო შეიძლება და უბრალოდ მელოდია, ოკეი, ან მაგ სცენასაც მელოდია, ანუ რამე თან როცა ასე კარგად შეუძლია შერჩევა, იმიტომ რომ მართლა შეუძლია. თან ისეთი ფილმია, რომ ვიზუალი უნდა წაიკითხო ხშირ შემთხვევაში. ფილმს უყურებ, თვითონ შინაარს ვიზუალს კითხულობ, კიდე მუსიკის ტექსტი უნდა ისმინო, ძალიან დამღლელია და ძალიან გაგდებს რა თითქოს იმ კალაპოტიდან, რაშიც თავიდან ქსვავს. ხო მონტაჟი კარგი იყო და მონტაჟის ძლიერი მხარე განსაკუთრებით ამ ტრიფის იმებში გამოჩნდა მომენტებში. კი და რომ მაგის განვითარებაზე ვიტყვი, რაღაცას კი აქამდე მინახავს რაღაც, მაგრამ ასეთი ინტენსივობით არის შეხების ის, რომ შეხება უნდა და ვერ ეხება და რაღაც ორმაგი ექსპოზიცია და ვერ ეხება და ბოლოს ამ ტრიფის დროს როგორ შერწყმა ხდება და რაღაცა ეგ განვითარება ეგ ხაზი არის მონტაჟი აი მაგ მხრივ არის ამ ფილმში ყველაზე საინტერესო აი მაგ სცენებიდან გამომდინარე რა ერთადერთი რაც არ მომეწონა ეგ უკვე ვისი ბრალია ერთად გავარკვიოთ სუსუ ბოლო სცენა რის მერეც უკვე ტიტრები ამოდის როდესაც მოხუცი ლის სახე ჩანს და რაღაც ფერები შემოდის ან მივხვდი რისი სიმბოლოც იყო მაგრამ ისე არ მომეწონა ვიზუალურად ეს ფერები რო დალივლივებდნენ და რაღაც აი გააფუჭა ყველაფერი as გაკეთებული იყო და თქო რაღაც მომავლის სამყაროში იყო თქო რაღაც 3004 უნდა თქვა პირდაპირ ძალიან ცუდი იყო ეს იყო ძალიან ცუდი ბოდიში ლუკა დასასრულთან დაკავშირებით მეც ძალიან მინდა ერთი დიდი ბოლო სცენასთან დაკავშირებით მინდა რომ ჩემი უარყოფითი ემოციები გამოვხატო. ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე რომ ლუკას ზუსტად რომ 17 წლიდან უნდა ამის გადაღება. არ ვიცი რა არის ლუკას დამატებული და რა არის წიგნი თვითონ. ესე შეგრძნება გამიჩნდა რომ ორი დასასრულიდან ერთი ვერ აირჩია
ლუკამ და ეს მეორე დასასრული სადაც რეალურად სრულდება ჩემს იყო აბსოლუტურად ზედმეტი. იმიტომ რომ ჩემს ფილმი დასრულდა იქ სადაც იუჯინი მოკლა და ნუ ეგ სცენა როგორც დამთავრდა იყო იდეალური სცენა როგორც იყო გაკეთებული თვითონ შინაარსით ყველაფრით იყო იდეალური სცენა ამ ვიდეო ჩაწერის დროსაც რამდენჯერაც ვახსენე ფილმის ბოლო სცენა იმდენჯერ ვიგულისხმე ეგ სცენა მანდ უნდა დამთავრებულიყო ჩემი აზრით ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება მაგრამ კი რა თქმა უნდა იმ ბოლო სცენასაც აქვს თავისი სათქმელი რეალურად მესმის როგორც არის ანუ ყველა სცენა ყველა კადრი რეჟისორისთვის კარგი რეჟისორისთვის არის როგორც საკუთარი შვილი და უჭირს ხანდახან არჩევანის გაკეთება და გაშვება და შემდეგ იმ დონის რეჟისორია რომ ჩემს ეს უნდა შეძლებოდა მაგრამ დიდი ალბათობით ზუსტად იმ ემოციური დამოკიდებულების გამო რომ ამდენი ხანი და ეს რავი მისი კარიერის პროექტი იყო ამის გამო დაუშვა ეგ შეცდომა რაც შეიძლება ვიღაცისთვის არ არის შეცდომა და შეიძლება ვიღაცას ძალიან მოეწონა მაგრამ მე პირადად ნო გრძნობთ რომ მთელი ცხოვრება ანუ იუჯინს მიუხედავად იმისა რომ მოკლა გონებაში მაინც ვერ გაუშვებდა გამორიცხულია ვერ გაუშვებდა ანუ არ იყო ამის ესე ხუთის მორთმევა საჭირო ცოტა ფიქრის საშუალება დაგვიტოვა ხოლმე რეჟისორებო კარგი უცებ ხა მაშინ ყველაფერი შევაჯამეთ ასეთ შეფასება მექნება მე როდესაც თან ტრეილერი რო განვიხილეთ ეს ფილმი ლუკა გვადანინოს კარიერის საუკეთესო ფილმი არ არის ასეთ შეფასება ამ ფილმს ქონდა და არ არის ქონდა ქონდა ტრეილერში ქონდა პოსტერზე შეიძლება კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისთვის სუბიექტურად მნიშვნელოვანი ობიექტურად ნამდვილად არა ამით დავასრულებთ ნახვამდის მადლობა ვინც გვიყურებთ ძალიან დიდი მადლობა subscriber-ები რომ მოგვემატა 100 რო გადავწვდით ხო ამჟამად ანუ ვიცით რომ იმ ხელები არიან subscriber-ი და არის მაგრამ ანუ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გამოგვიწერეთ კომენტარებს ვინც გვიწერთ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყოველი ახალი გამომწერი ყოველი +1 კომენტარი ჩვენ სიცოცხლეს ემატება ერთი კი ანუ იმ ხელა მოტივაციას გვაძლევთ რომ ძალიან ის და ჯიგრები ხარცება მადლობა და ახლა კარკვერას გისურვებთ